მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც იცით, გადაცემა დარცი არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან ჯგუფი რეროს წევრები და ანკა სალუქვაძე. წავედით გავიცნოთ ჯგუფი რეროს წევრები და მათ შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწვეთ დრო. მადლობა. მოდი დავიწყოთ, მაშინ დრო აღარ დავკარგოთ. ტრადიციულად გკითხავთ ჯერ, რომ დაგვიხასიათოთ თქვენი თავი მოკლედ, ან თქვენი ჯგუფი მოკლედ. ჩვენ ვართ ჯგუფი რერო, ასალში ვართ 5 ადამიანი. 4 წელია უკვე. რაღაც ერთად მღერი ვართ. მე 2 წელია რაც დავემატე. რა ვიცი, ვცდილობთ რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მადლობა დიდი, დასაწყისში გისურვებთ წარმატებებს. ახლა მოგვიყევით თქვენი ჯგუფის შესახებ უფრო ვრცლად გავაგებინოთ მაყურებელს. ჯგუფი რერო შეიქმნა 4 წლის წინ. თავიდან შედგებოდა 5 წევრისგან, მერე დავიმატეთ სურათს. და მერე ისე მოხდა, რომ შემორჩით 5 ადამიანი და მოკლედ ვაგრძელებთ ისე მოღვაწეობას, ვცდილობთ სიახლეები და ახალი სიმღერები რაღაცები შემოვატოთ ჩვენს რეპერტუარს. უმეტესი ნაწილი ვართ ქობულეთიდან და შემდეგ დაგვიმატა ზურაც. ზურა თბილისიდანაა და კი ბატონო. ჩვენი შეკრება დაიწყო ისო მეგობრობიდან, საერთო საქმიდან და დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ჯგუფის სხვა წევრები. დაახლოებით ზოგიერთ წევრს 15-16 წელია ვიცნობ და ერთი ჩემი მასწავლებელიც იყო, მაგრამ მე ერთად რაღაცა გავაკეთეთ საერთო ჯგუფი. ანუ მეგობრები ხართ ყველა და ასე შეიქმნა. მეგობრები და კი მეგობრობის და ესე კაი ურთიერთობის და საყვარელი საქმის კეთების გამო შევიკრიბეთ ერთად და ცოტა სერიოზულად მივხედეთ ამ საქმეს რა. საყვარელო საქმე გაგაერთიანეთ. ახლა მაინტერესებს ანკასთან გადავალ შეკითხვით. აი როგორ შეხვდით ერთმანეთს თქვენ? პროლოგში მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ერთად შევიკრიბეთ სულ ცოტა ხანია, რამოდენიმე თვეა, გაგვაერთიანა ერთმა პროექტმა, რომლისთვისაც ვემზადებით და რომელზეც შემდეგ ვისაუბრებთ. ძალიან მიხარია სიმართლე რომ გითხრა ის, რომ საქმის გარდა რაღაცა ძალიან დიდი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა მთელ ჯგუფს და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია მათთან მუშაობა, ერთ აზრზე ვართ, ერთი გემოვნება გვაქვს და მგონია რომ აი ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა საქმის მიღმა ძალიან მეგობრული და ახლო, ბევრად კარგ შედეგზე გაგვაყვანინებს იმ საქმეს და მიზანს, რაც დასახული გვაქვს. მოკლედ, როგორც ვიცი, ზურა არის დედაქალაქიდან და აი რომ მოგვიყვე, როგორ მოხდა ისე რომ აი აჭარაში ჩამოხვედი და აი ამ გუნდთან ერთად გააგრძელე შენს რაღაცა ამ კარგი საქმის კეთება. ეს ჯგუფი როგორც წეღან თქვი არსებობდა მანამდეც, მე მხოლოდ 2 წელია რაც შემოვერთი, მესამე წელი დაიწყო. როგორც ხდება ხოლმე ხშირად მუსიკალურ წრეებში და ვისაც სიმღერა შეუძლია, მეგობართან შევხვდით ოჯახში და შემდეგ რამდენჯერმე დავემატე ბიჭებს, დავეხმარე უბრალოდ რამდენიმე ივენტზე და მე გაშდა იდეა, რომ მოდი რაღაცა ერთად ხო არ გავაკეთო, ჭღერადობა მოგვეწონა, ერთმანეთს კარგად გავუგეთ, დავმეგობრდით, დავძმაკაცდით და მე მოკლედ ვცადეთ კონცერტიც ჩავატარეთ უკვე ერთი და მოკლედ ეხლა ერთობლივი ძალებით ისე ვცდილობთ იგივეს, რომ წინ კონცერტი გველოდება, დიდი გეგმები გვაქვს და მუშაობთ მოკლედ ერთად. მეგობრობასთან ერთად მუშაობთ კიდე. შენ მომიყევი როგორ მოხდა ანკა თქვენთან კავშირში ესე? ძალიან კარგი კონცერტები ჩატარდა ბათუმში, შარშან და გამოიწვია ჩვენი დაინტერესება, ვინ იყო ამის უკან, ვისი ორგანიზებით ჩატარდა ეს კონცერტი და ჩვენი საერთო მეგობრის აჩი ჯაიანის დახმარებით გავიგეთ ვინ იყო ამის შემოქმედი. გამოვიკითხეთ და მივედით ანკამდე, რომ გვინდოდა საერთო პროექტის განხორციელება და ანკა როგორც თქვა წეღან, ამის შემდეგ დავმეგობრდით უფრო კარგად და უფრო სერიოზულად და ასე ვთქვათ გულით გავაკეთეთ ეს საქმე. ჯერ ყველაფერი წინა რა თქმა უნდა, რამოდენიმე თვეა რაც დავიწყეთ ესე მუშაობა ერთად და მადლობა აჩის
და მადლობა ანკას. რომ ასე ერთად მოკლედ ვაკეთებთ ამ საქმეს და სერიოზულად უყურებს ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად. რეალური მიზეზი იყო ის, რომ წინა კონცერტი როგორც ვახსენე, შარშან სოლო კონცერტი გქონდა და იმდენად დავისტრესეთ და დავიღალეთ, იმიტომ რომ ყველაფრის კეთება ჩვენი თვიწევდა. რო გჭირდებოდა ადამიანი, ვინც ამ ყველაფერში დაგვეხმარება და მაგიტო დავიწყეთ ესეთი ადამიანი ძებნა მე მგონი კი არა და ვიპოვეთ. უკვე ვხვდებით რომ ვიპოვეთ. არსებობდა ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი სახელად რერო და ხშირად ჩდება შეკითხვა, აქვს თუ არა რაიმე საერთო თქვენ ჯგუფთან და საერთოდ საიდან წამოვიდა თქვენი ჯგუფის სახელის იდეა, ამაზე მოგვიყევით. კავშირი ესე არა აქვს ერთმანეთთან, მაგრამ ძალიან დიდი რამ გააკეთა იმ ჯგუფმა და იმ ანსამბლმა ზოგადად ქართულ კულტურაში. ჩვენი სახელი მოდის უბრალოდ სიმღერის აი სამღერისებიდან რერო აი რერო არის ქართული სამღერის. სამღერის, ხო, აი სიმღერის სამღერის და რერო რივორერა. და ასე შეიძლება. ჩაინაფიქრში არ ყოფილა, ხო, როგორც ვიცი, რომ გათვალისწინება ყოფილა. თუმცა საკონცერტო მზადებისას მაინც გავითვალისწინეთ ეს ხალხის ესე ვთქვათ, დაკავშირებაც რაღაც ერთგვარი სახელთან და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად შემდგომ რეპერტუარის მზადებისას გაგვეთვალისწინებინა, რომ გენიალური კომპოზიტორის კონსტანტინე პევზნერის რაიმე სიმღერა აუცილებლად გაგვეკეთებინა, რომ ამით ერთგვარი მადლიერებაც გამოგვეხატა ჯგუფი რეროსთვის და ასევე კონსტანტინე პევზნერისთვის, რომელიც გენიალური კომპოზიტორია და ამ ჯგუფმა არაერთი გენიალური ვარსკვლავის კარიერას შეუწყო ხელი. ვიცი რომ ემზადებით გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის და აი ამ სამზადისის პროცესზე რომ მოგვიყვეთ და უფრო ცუდად გვესაუბროთ ამ კონცერტზე თქვენი ემოციებიც გაგონხილეთ. კონცერტისთვის მზადება ნამდვილად აქტიურ ფაზაშია. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 21 სექტემბერს გვექნება რეროს სოლო კონცერტი. პირველ რიგში დიდი მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, რომელიც მხარში დაუდგა პროექტს. ასევე უდიდესი მადლობა უნდა უთხრათ მაესტრო დავით მაზანაშვილს, საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრსა და დავით მაზანაშვილის ბენდს. მათთან ერთად ატარებს ჯგუფი პირველ სოლო კონცერტს და ძალიან მონდომებულები ვართ, რომ საღამოს შედგეს ისეთი, როგორიც ესე ვთქვათ, გვეკადრება და გვინდა რომ მოლოდინები გავამართლოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდია ეს მოლოდინები, ძალიან ბევრი პროჟექტორი გვიყურებს ახლა და გვინდა რომ გავამართლოთ ის მოლოდინები, რაც საზოგადოებაშია. წვრილმანებზე უფრო აი პროცესზე ალბათ ბიჭები იტყვიან. კი ბატონო, პროცესზე, რა შემიძლია ვთქვა, რეალურად ძალიან აქტიურად დავიწყეთ, ესე უცებ არსაიდან დავიწყეთ თან მზადება და გარკვეულწილად რეპერტუარი უკვე შერჩეულია. რამდენიმე სიმღერა, მხოლოდ დარჩენილი. უშუალოდ სარეპეტიციო პროცესიც დაწყებულია ჩვენი მხრიდან. რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ კარგი გამოვა, იმიტომ რომ რეპერტუარიც, როგორც წეგან თქვი, რეროს რეპერტუარიდანაც იქნება, რეროში როგორც ვახსენეთ, ძალიან დიდი და ბუმბერაზი ადამიანები მღეროდნენ, მათი სიმღერებიც იქნება შესრულებული და ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერს გაიგებთ 21 სექტემბერში. თითქმის ვეცდებით, რომ ყველა დიდი ქართველი კომპოზიტორი მოვიცათ რეპერტუარში, ამაში მაესტრო დავით მაზანაშვილია, დიდი იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, და დავუმატოთ იმას, რომ ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, რომ მაესტროსთან მუშაობის საშუალება გვაქვს და მადლობა მას, რომ გამონახა დრო ჩვენთან მუშაობისთვის და დაგვითმა მოკლედ ძვირფასესი დრო თავის. ამაზეც წარმატებებს გისურვებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ საუკეთესოდ ჩაივლის და კი არ გაამართლებთ მოლოდინებს, გადააჭარბებთ და აუცილებლად მოვა. როგორც ვიცით, საკონცერტო სამზადისში ხართ, მაგრამ მაინც ხო არ გაქვთ რაიმე დაგეგმილი მანამდე და თან ვიცი, რომ რაღაც კამპანიასაც ამზადებთ და აი ამაზე მოგვიყევით. კამპანიას ნამდვილად ვამზადებთ, როდესაც ჯგუფის არსებულ რეპერტუარს ვეცნობოდით და ვეცნობოდით რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რითი იყვნენ ისინი პოპულარულები უკვე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ რეპერტუარში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილს აქვს ბიჭებისთვის დაწერილი სიმღერა, მთელ ქვეყანას აგიმღერებ.
ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარულია და გადავწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა სწორედ ამ სიმღერის სახელზე დაყრდნობით, გაგვეკეთებინა კამპანია, რომლითაც ყველა რეგიონს, საქართველოს ყველა რეგიონს ავამღერებდით და დამახასიათებელ პატარ-პატარა ვიდეო რგოლებს შემოგთავაზებთ. კამპანია თითქმის უკვე მზადაა, ძალიან მალე ჩაიშვება. და იმედია, აი გვინდოდა რომ სოციალური ქსელებში რაღაც მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ახალგაზრდა თაობისთვის ის დამახასიათებელი სიმღერები, კუთხის დამახასიათებელი სიმღერები და გვინდოდა რომ რაღაც ზოგიერთი სიმღერისთვის მეტი პოპულარიზაცია შეგვეძინა, ზოგიერთი კი უბრალოდ გაგვეხსენებინა ჩვენი მსმენელისთვის. როგორც ვიცი, მანამდე კიდევ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის საღამოში იღებთ მონაწილეობას და ამაზეც მოგვიყევით. ბათუმს მიენიჭა საქართველოს კულტურის დედაქალაქის სტატუსი 2025 წელს და ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კონცერტი არის ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის საღამო და ამ კონცერტში ვიღებთ მონაწილეობას სხვა ძალიან ბევრ ცნობილ როგორც ანსამბლთან, ასე სოლო მომღერალთან ერთად და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის ამ კონცერტში მონაწილეობა და ვემზადებით ამ კონცერტისთვისაც როგორც რეპეტიციებით ბატონ მაესტრო ისე დავით მაზანაშვილთან ერთად, ასევე ცალკე რეროც მოკლედ გვაქვს ძალიან სერიოზული მზადება. დავამატებ კიდევ რომ ძალიან გვიხარია ამ პროექტში მონაწილეობა, როგორც სანდრომ თქვა და არა მარტო ამ პროექტში, ამ ინიციატივის ფარგლებში ბევრი პროექტია დაგეგმილი და წარმატებებს უსურვებ მოკლედ ამ ინიციატივას და ამ პროექტებს ყველას. უერთდები წარმატებას. ანკა, როგორც ვიცი, შენც ჩართული ხარ ამ ნუნუ დუღაშვილის საღამოში და აი შენგანაც მოვისმენდი. ქალბატონ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიწყნელ საღამოში ნამდვილად ჩართული ვარ. დიდი მზადება მიმდინარეობს. მაესტრო დავით მაზანაშვილი აქაც მუსიკალური ხელმძღვანელი წარმოდგენილი იქნება საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრთან და ბენდთან ერთად. ქალბატონი მაია დათუნაშვილია აღნიშნული საღამოს წამყვანი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო საღამო ელოდება მსმენელს. არაჩვეულებრივი მონაწილეებითაა დაკომპლექტებული კონცერტი, როგორც სანდრომ თქვა, ვიხილავთ ბევრ ანსამბლს და ასევე ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ სოლო შემსრულებლებს. გონია რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი პროექტი იქნება და დასამახსოვრებელი ზოგადად ვთვლი რომ აღნიშნული ინიციატივა ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქი და ზოგადად შინაარსი რაც არის ამ ინიციატივის ძალიან საჭირო და კარგი პროექტია ქალაქ ბათუმისთვის. უკვე ჯგუფის შესახებ გავიგეთ, პროექტების შესახებ მოვისმინეთ და ახლა ცოტა ინდივიდუალურად შეგეხებით. მოკლედ ჯერ დავიწყოთ ზურა შენგან, როდის დაიწყე პირველად სიმღერა და როდის აღმოაჩინე შენში ეს ნიჭი? სიმღერის ნიჭი ესე ოჯახში აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აქვს. ბებიებს განსაკუთრებით და ბავშვობიდან მაგარემოში ვიზრდებოდი მე და შესაბამისად არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა იმაში, რომ მე რაღაცა სმენა მქონდა, ხმა მქონდა, ან ასე შემდეგ. სულ იყო ჩვენთან ოჯახში რაღაცა ის სალონური საყაბოები, სუფრა, кейფი, სიმღერა და ასე შემდეგ. შესაბამისად ბავშვობიდან, მაგრამ ესე ოფიციალურად სიმღერაზე მოგვიანებით დავიწყე სიარული. მაესტრო თემურ ქევხიშვილთან ანსამბლ დარიალში იქ დავიწყე სიმღერა, შემდეგ დიდი პაუზა მქონდა ძალიან, უფრო სწავლას მივხედე სხვა განხრით და მე იქ უნივერსიტეტში დავიწყეთ უკვე სამეგობრო, ისევ სამეგობრო წრიდან აღმოჩნდა, რომ ისევ გვინდოდა სიმღერა და მე უკვე ჩავეჭიდე და ხელი ვეღარ გავუშვი სიმღერას. ჩემი ცხოვრება სიმღერით დაიწყო დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი. როგორც სურასთან ჩემთანაც მთელი ოჯახი მღერის, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს და სიმღერაზე სიარული დავიწყე 6 წლის ვიყავი. იმის მერე თავიდანვე მქონდა გონებაში, რომ უნდა ყოფილიყავი მომღერალი და ანუ ყველაზე დიდი სიამოვნება ბავშვობიდანვე მქონდა, რომ სცენაზე მინდოდა რომ ყოფილიყავ. მე უკვე პროფესიულადაც ავირჩიე ეს და ჩავაბარე გალობის უნივერსიტეტში, დავამთავრე ბაკალავრი და მე გამოჩნდა უკვე ჩემს ცხოვრებაში რეროც. მე უკვე კიდევ უფრო სერიოზულად მოვკიდეთ ამ ყველაფერს ხელი და
რავი, მადლობა ღმერთს, რომ მაქვს ამის ნიჭი და ამის რეალიზება შემიძლია უკვე ბიჭებთან ერთად და რავი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რამე ბავშვობიდანვე გამოცდილება რაც მე მიიღია თუნდაც სცენაზე ან იმის იქეთ ყველაფერი გამოვიყენო ბიჭებთან ერთად. ანკა, მაშინ ვისარგებლებ შემთხვევით და აი აქ კითხავ შენ სამომავლო გეგმებზე, ცხელი ზაფხულია წინ კიდევ და აი აუცილებლად გექნება რაღაცა გეგმები და ნუ თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის, აუცილებლად მოვისმენთ დიდი სიამოვნებით. ახლო პროექტებზე შემიძლია ვისაუბრო, ნამდვილად ცხელი ზაფხული გველოდება. ქალბატონ ნუნუ დუღაშვილის კონცერტზე უკვე ვისაუბრეთ. ყველაზე ახლა არის და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ფესტივალია გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი, რომლის მსმენელიც ვიყავი ძალიან ბევრი წელი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ წელს ამ პროექტზე ვიმუშაო, რაღაც განსაკუთრებით მიყვარს ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ყოველთვის გამორჩეულად თბილია ხოლმე რაღაცნაირად, აი როგორც მაყურებლიდან, აი ძალიან დიდი სითბო მოაქვს. წელს პირდაპირ სრულიად განსხვავებულ საღამოს. სცენარის ავტორი და წამყვანი არის თეატრსადმი ნიკოლოზ წულუკიძე, აკომპანიმენტს გაგვიწევს მაესტრო დავით მეზენაშვილი. ძალიან საინტერესო მონაწილეებითაა დაკომპლექტებული საღამო და ბევრი სიურპრიზი ელოდება მაყურებელს, ბევრი ისეთ ადამიანს და სახეს იხილავს სცენაზე, რომელიც აფიშაში ჯერ არ არის. და მგონია რომ ერთ-ერთი ძალიან თბილი, შინაარსიანი და საუკეთესო ფესტივალი იქნება. ეხლა დიდი განაცხადია, მაგრამ საუკეთესო საღამო იქნება ქალაქური სიმღერების მიმართულებით და არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და ამისთვის აჩიკობერიძეს არ უთხრა უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ წლები უძღვებოდა თვითონ თავისივე ძალებით აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ აკეთებდა. და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეხლა გურამ თამაზაშვილის ფესტივალის ესე გადმობარება, როცა ესე შვილი ვიტყავთ ამდენი წელი გაზრდილი, თან ყოველთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ფესტივალები, რომლებიც მრავალ წელს ითვლის. როდის არის ეს ფესტივალი, ამაზეც რო გავაგებინოთ მაყურებელს? ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, ან საღამო გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 6 აგვისტოს. მადლობა დიდი. ახლა ჩვენი შედარებით ფორმალური ნაწილი ამოვწურეთ ამ გადაცემის და გადავდივართ არაფორმალურ ნაწილზე, ანუ ბლიც კითხვებზე, რომელიც არის ჩვენი მაყურებლის საყვარელი ნაწილი. საყვარელი ფილმი. ცისფერი მთები. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღგწერს. მონდომებული არის სიტყვა, რომელიც სანდროს აღწერს ყველაზე კარგად. ანკა, ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? ფრენის. საინტერესო. კი, უცებ გადაფრინდება და განვფრინდება თბილის ბათუმი. კი, ნამდვილად. ხანდახან ზურასაც გავუზიარებდი ხოლმე. ოდესმე შეცდომით თუ გაგიგზავნია ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. რომელიმეს თუ გაგიგზავნიათ. ანკას მე მგონი ძალიან ცუდი ისტორია. ბევრჯერ თან რატომ ხდება ესე არ ვიცი, მაგრამ სიჩქარეში. აი, მთელი დღე სიჩქარეში და თან მიჩვეულო რომ ტელეფონს არასდროს არ ვუყურებ. ანუ არ ვუყურებ ისე ვკრებ და ძალიან ბევრჯერ, ძალიან ბევრი კრახი განიცი. აი, თან ერთხელ და ორჯერ არ ვერ ვისწავლე ჭკუა. დავაკვირდეთ და ეხა კიდე კაი ის წაშლისის არის, მაგრამ აი ადრე რო იყო. მე ძირითადად ვერ ვასწრებ ამ წაშლას, იმიტომ რომ შლი მე მაინც ნანახი აქვს და ანუ ძალიან სიცხვილეა, აი მართლა. რა გაღიზიანოს ყველაზე მეტად ადამიანში? ტელეფონზე ბევრჯერ რომ მირეკავს. ეს რაღაცა ეხა ერთმანეთში. ხო. არა, ალბათ უფრო პირადად ჩემთვის ალბათ მაინც ყოილია ყველაზე მეტად ესეთი. გეტყვები. იმასაც ვეც. როგორ ფიქრობ, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? გველი. გველი? მეშინია. ისეც გამაღიზიან. რომელ მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? პანდა. ანდა? კუნგ-ფუ პანდა. აჰა. ვინმე ვინც შენთვის ძალიან საყვარელია და უკვე აღარ არის ცოცხალი გამოჩენილი, თუნდაც წინა საუკუნიდან ვისთან ისურვებდი შეხვედრას?
ძალიან ვისურვებდი. კიდევ ერთხელ შევხვედროდი ზურაბ ერიკაშვილს. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი რას ეტყოდით, ან რას კითხავდით? ალბათ მადლობას. იგივე. მადლობას ხო? მადლობა. მადლობა ყველაფერში. პირველი სიტყვა ალბათ იქნებოდა ხო? მადლობა. მადლიერება. ყველაზე რეალური ეგ არის კი. კი. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, როგორც თქვენს ჯგუფში, ასევე ინდივიდუალურადაც. და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა, რომ დაგვიწვეთ დრო. პირიქით მადლობა თქვენ.